ხანია მაინტერესებს თუ რა ფენომენია ზომბი, ანუ ზომბირებული, ან როგორ და რანაირად შეიძლება ადამიანის ზომბირება. რა მეთოდები არსებობს იმისთვის, რომ ჩვეულებრივი სულიერი აქციო რობოტად. ადამიანების ბიორობოტებად გადაქცევა, როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენეს, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ეს უბრალოდ ერთ დღეში არ კეთდება და მხოლოდ დროის საკითხია. 1950 წელს ამას ტვინის გამორეცხვა დაარქვეს, შემდეგ კი ზომბირება. ზომბირება ნიშნავს ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებას, რითაც იგი წინასწარ დაპროგრამებულ მოქმედებებს ასრულებს. ზომბირებისთვის არსებობს გასაიდუმლოებული ლაბორატორიები და ასევე საჯარო დაწესებულებები, სადაც მათი სამჭედლოა განთავსებული. საქართველოში მაგალითად მათი სამჭედლო გახლავთ უნივერსიტეტები, სადაც ხდება ამგვარი არსებების აღზრდა, რომლებსაც რა თქმა უნდა ეხლა გიჩვენებ. მანამდე მოკლედ მოგეხსენებათ, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ამინც, ხარი, წვიმა, თოვლი თუ წარღვნა იქნება, ისინი ამგვარ სახეს ინარჩუნებენ. საინტერესოა ამგვარი არსებები მე პირადად არც ევროპაში, არც აზიაში და რა თქმა უნდა არც რუსეთის ფედერაციაში არ შემხვედრია. გონი რომ სულ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიძებნება.